რაღაცა კითხვები უნდა დაგისვა. ბლიცი. ხმადაბლა რატო ლაპარაკო? აუცილებლად რაღაც დამართ არის. მე მეგონა რომ ხედავ მას კარგავ. კი, ყველაფერი მოუღვა რა. არა. ვინდა ამოჭერით, ვინდა დატოვე. ამასაც ბევრს ვიპოვე კიდე. ხო. ცოტა ლუდი მიაყოლე და მე ყველაფერს მოუღალე. ახლა დათრეული. ხო, მეგობარი. გაგიკვირდება, მაგრამ არ გამიგდა მე მეგობრობ შენთან 50 წელიწადია. რაც ვიცი მათზე, ძალიან კარგი ხალხი იყო ერთი მხრიდანაც, მეორე, მაგრამ შენ ვის გახარ? მამა ჩემი იყო 13 წლის ასაკში, როცა მამა გარდაეცვალა. მე 13 წლის ვიყავი, როცა მამა ჩემი გარდაეცვალა. და ოქრო 13 წლის გახდა ჩემი შვილი. მთელი წელი მეშინოდა რომ არ გასამებულიყო. სხვა ტრადიცია არ აქვს ოჯახში რამე ნორმალური. სიკვდილის გარდა. არა. აი ხა რაც შეეხება ჩემს უწესობას როგორც ბაბუის. მივდივარ თიქითკენ ხა მე ჩემს, ახალგაზრდობისკენ არ მივდივარ. მე არ მივდივარ შენ. ერთ რამეს წავსვამამდე და მე ამოჭერ. რატო ამოჭერ? არა, ამოჭერ მეუბნები და მაგდება. მოხდები კარგად ხომ წახვიდოდეს გასა. აი ერთი უნდა მოვყვეკიდე, მე ამოჭერ. ნახე და მე კიდე ამოჭერ. არა, რა ვიცი, იმიტომ რომ ისე მიყურებ, რომ ყველაფერს ამოჭერ. ეს არის გადაცემა კიდე ხო გავიმეორებ უწესო ბაბუებზე. ნორვიზნა ბარათაშვილი ეს არის ბაბუა წესების გარეშე. რა კაი ლუდია? ბაბუჩის უყვარდა სხვაჩეს ლუდი ზა. მე ვიქნები კამერასთან. აი გენას ვარ, სანძინე გიყავე. და შენ იმოძრავე თავისუფლად. ორივე რეგზეა, ხო? შენ რა ხან ბლიცია ძალიან მოკლე თვითონ სიტყვა გითხრა თუ არ შეიზღუდო თავი. აი. როგორი ბავშვი იყავი? დამჯერი და თვითკმარი. პატარაობაში მე შემეძლო მარტო თამაში დამჭირდებოდა ამის არავინ. მქონდა ჩემი სამყარო და შემეძლო ძალიან დიდი ხნის მანძილზე ყოფილიყავი მარტო ან ბებიებთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მიზიდავდა უფროსებთან ურთიერთობა. ცოტა უცნაური ბავშვი ვარ, თლათ ნორმალური ალბათ არ არის ეს. ქალების გაზრდილი ვარ, ბევრი ქალის. ბაბუები იყვნენ უფრო როლ მოდელები, აბსოლუტურად განსხვავებულები ერთმანეთისგან. მამა ჩემის მამა, ვისი სახელი და გვარიც სადაც ვატარებ მე, ხო? ის და ბებია ჩემი თქვენობით ელაპარაკებდნენ ერთმანეთს, მთელი ცხოვრება. რაც ჩემს აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელი და დღემდე ვერ ხვდები რატო იყო ასე, მაგრამ ასე იყო. ეს ბაბუა იყო პირიქით აბსოლუტურად თანამედროვე ჩემ მეგობრებთან მეგობრობდა. ბევრჯერ ყოფილა, როცა ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაკაცები მოდიოდნენ ჩემთან სახლში და ბაბუა ჩემთან ისენ, ჩემთან არ მოდიოდნენ, ბაბუა ჩემთან მოდიოდნენ. იმის ყველა ნაბიჯს ვიმეორებდი და ცხოვრებაში ისე აეწყო, რომ ყველაფერი საჯაროს დირექტორი არ ყოფილა ჯერ და ჯერ ყველგან სადაც მუშაობდა, ყველგან ვიყავი. და საჯაროში ალბათ ოდესღაც იქაც მოვხვდები, ალბათ. წიგნის დასაკითხით მაინც, რა თქმა უნდა. თუ იყო შენს ოჯახში რამე წესი, რომლის დარღვევისთვისაც აუცილებლად დაისჯებოდი? წესი იყო ის, რომ სიტყვა არ უნდა გამეტეხა. თუ რაღაც ვიტყოდი, ის მე შემესრულებია. ეს ხო ბაბუა ჩემის, დედჩემის მამის, აკაკი ძიგურის დამკვიდრებული, მოდი ასე ვთქვათ, წესი. და დაჟე გამოიხატებოდა იმაში არ მელაპარაკებდი. ღელავდი, როცა არ გელაპარაკებოდნენ? ძალიან განვისწრდი ამას, იმიტომ რომ ჯერ ლაპარაკი მიყვარს, როგორც ხედავ, გაუთავებდეთ ლაპარაკობდა. ეხლა მით უმეტეს თავარი ჩემი თანამშრომელი იყო ბაბუა ჩემი და მასთან მქონდა რაღაცა საოცარი ურთიერთობა. შენ რა წესი დაამკვიდრე, როგორც ბაბუამ ოჯახში? იცი რა, მე ვცადე და ვცდილობ, რომ აი ეს წესი გადმოვიღო, რაც ბაბუა ჩემს ჰქონდა, ანუ თუ რაღაცას ვამბობთ და ვასრულებთ, მაგრამ მე კიდე უფრო უპრინციპო ცუდი სიტყვა, რბილი, ხო და ამიტომ მე უფრო დამრღვევი ვარ, ნებისმიერ წესს, ჩემი და ის რა ქვია, დამკვიდრებული სხვისი დამკვიდრებული ვისწავლებას, ყველაფერს არ ვარ. ყველაზე უწესო საქციელი შეგიძლია გაიხსენო, რაც ბაბუა გახდი მას შემდეგ. ვეთამაშები დავუშვათ პინგ-პონგს და უგებ. ფეხბურთს თამაშობ და უგებ. აი უწესო ალბათ ყველაზე უწესო აღარ, იმიტომ რომ ბავშვს უნდა რომ რაღაცა მოეგო და არ ვაგებიებდი ყველაფერი მოუგე. იმიტომ რომ სანამ შემიძლია. იმიტომ რომ არიცი რომ მეც თავს ვიმკვიდრებ სახში რაღაცა რომ ჯერჯერობით ჩემპიონი ვარ. კარგი, მე მგონი გიაც მოვიდა.
კი ბატონო. მოგცემ შენ აი მკითხვებს და გადაცემის ბოლოს გიასაც დაუსვი, კარგი? კი ბატონო. შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ რა? თუ კი. ჩაწოლილი არ შეიძლება ვიყო. ნახე რა მინდა შენგან ახლა უყურე. ეს არის პოდკასტი, რომელშიც საუბრობთ ჩვენ კვირაში ერთხელ. ხმადაბლა რატო ლაპარაკობ? ხმა მაქვს დამჯდა გავციდით რაღაც დამართ არის რაღაცა მჭირს რა. მოკლედ არის პოდკასტი, რომელშიც მე მეგონა რომ ხედავ ხმას კარგავ. კი, ყველაფერი მოუღო რა სამართლია. გამას დამაცალი ხოლმე მათგან მესამე ასე რა ქვია, ჯერზე მაინც. ანუ ეს არის პოდკასტი, რომელშიც მასმეძლობთ ხოლმე კვირაში ერთხელ ქართულ ოჯახებს. საუბრობთ მათ ოჯახურ ტრადიციებზე, უცნაურ წესებზე, ხო, ყველასა აქვს რაღაცა განსხვავებული, რაც აბსოლუტურად განასხვავებს ამ ოჯახს მეორისგან, ხო? მე მთელი ცხოვრება მეგონა რომ წესები ოჯახებში მკვიდრდება, ისეთი უფროსი თაობის მიერ, ხო? მაგრამ რო გავიზარდე, მე მივხვდი რომ ყველაზე უფრო დამრღვევები ისინი არიან ახლა. 1000-ნაირ პოდკასტში მიწევს მეთონ მისვლა და მონაწილეობა და რატომღაც მომეჩვენა რომ აი ეს თემატიკა ხო ყველაზე ნაკლებად არის გაშუქებული. ყოველთვის ამაზე არავინ არსად არ საუბრობს და მაშინ თუ არის ეს ნიშა, რატო არ შევასვათ ის ჩვენ. ანუ ეს არის პოდკასტი ბაბუა წესების გარშე. რატო ბაბუა? იმიტომ რომ როგორ წესი დამრღვევები ყველაზე მეტად. მოსულ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არიან ბაბუები. ან მეც ბაბუა ვარ. ამიტომ ეს არის პოდკასტი ბაბუა წესების გარშე. ეხლა იცი რა, ვიღაცა მე როცა შენ გაიხსნები, ახლა მოყვები რაღაცებს, ალბათ იფიქრებს რატომ მანდ მე შენ მოგიყვანა, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, ბაბუას შენ არც ერთს არ მოსრები. არა, სამწუხაროდ. ხო, შესაბამისად, შენ იქნები განსხვავებული, თუმცა მე როგორც ყველაფერში ხარ განსხვავებული ჩემთვის და ჩემგანაც განსხვავებული და ამიტომაც ვავსებ ჩვენ ერთმანეთს და ამიტომაც მეგობრობთ 150 წელიწადია და იქნები პირველი ისეთი ბაბუა, რომელსაც ყველაფრის თვითონ აწყობა და ნულიდან დაწყება ბაბუობის, იმიტომ რომ შენ მაგალითი სხვისი მეზობლის ბაბუა თუ გეყოლებოდა ამ მეგობრის ჩემი ან რაღაცის ხო, რომელსაც კარგად იცოდი. ამიტომ მოდი ისეთი დავიწყოთ, რომ აი შენი ოჯახის ისტორია რო გითხრა. ბაბუები ჯერზე რატო არ ყავს ბაბუები? მაგ ისტორიას ხო, მაგ ისტორიასაც გყავს ბაბუა, შენ არ ყავს. ეხლა ნახე, ესე იგი ხო ყავდა, რომ ის გამედა, ხა თათას განსხვავებული ხო არა? ხო და რაც ვიცი მათზე, ნუ ძალიან კარგი ხალხი იყო ერთი მხრიდანაც მეორე, მაგრამ შენ ვის გახარ? ბიჭო, იცი როგორ არის? აი ეხლა ამ ასე ვთქვათ, ასაკში რო შევდივარ ვეიტალენ ხოლმე ახალგაზრდები ამას რო ვეუბნე. კარგით ეხლა რა, თან ბატონოს მეძახიან და თან რა დროს თქვენი არა, ნუ ბატონო, არა თქმები არავის. ნუ რა ვქნა მე ჩემზე არ არის, ხო და მივდივართ იქითკენ ეხლა მე ჩემს, ნუ ახალგაზრდობისკენ არ მივდივარ. მე არ მივდივარ, შენ მიდიხარ. არა, როგორ არ მიდიხარ, მაგრამ ნელა, არ გეტყობა. აი, ხო. ეგზები მასწავლე მე როგორ იარო ისე რო არ შეიძლება. აღარც არ გასწავლე. ხო და გითხრა ეხლა ვარ გამექცეს. სიტყვა. ნახე ბაბუა ჩემი, ეხლა სარკეში რო ვიყურები ეს თმები რო გამცვიდა უკვე და რა. სხვათა შორის როინიშვილებს კაცებს ვინც აი გარდაიცვა მამა ჩემის და სხვაებიც ჩემი ბიძაშვილი. ვინც გარდაიცვალა, ყველათ მე თმით იყო, ნუ აი უკვე ასაკში ესე დაღვინებული. თმებით იყო სულ ყველა. ანუ მე გენეტიკურად ვატყობ რომ დედაჩემი როინიშვილი არა ხარ. არა, დედაჩემის მხარეს წავედი რომ ბაბუა ჩემი იყო მელოდი. ეს და ეხა რო ვიყურები სარკეში. ბაბუა ჩემს ხელ იმიტომ ფოტოთი ვიცი ბაბუა ჩემს. მაგ სარკეში თუ ნახავ, ის არ გინახავს, ხო? სარკეში ჩემ თავს უყურებ და ბაბუა ჩემი სურათზე ფოტოზე მყავს. გავიგე, ხო. ხო, აი ესე მე მამა ჩემი მაგალითად თვითონ მეც იგივე ბედი გამეორდა და მეშინოდა ხოლმე კოკოზე მე გეტყვი ხა. მამა ჩემი იყო 13 წლის ასაკში თვითონ როცა მამა გარდაეცვალა. მე 13 წლის ვიყავი როცა მამა ჩემი გარდაიცვალა. და კოკო რო 13 წლის გახდა ჩემი შვილი. უარი თქვი ბავშვს რომ არა, არ მithkავს. მთელი წელი მეშინოდა რომ
არ გასამებულიყო, ანუ გადავწდი. შარიცერი. ხო და აი ესე ამიტომ, მაგრამ ბევრი რამ გამიგია რა თქმა უნდა. სხვა ტრადიცია არ აქვს ოჯახში რამე ნორმალური. არა, ტრადიცია არა, ხო იცი, გასამების სიკვდილის გარდა. არა, კაცო. ის მიუხედავად იმისა, რომ მე არც ერთი ბაბო არ მახსოვს, დედის მხრიდან ბაბუაჩი. და რაღაცა თქვა შენზე რომ კარგი ბიჭია. ნუ თქვა, კი, უთხრა დედაჩემს, არ ვიცი რამდენად ეს სიმართლეა რა თქმა უნდა, ვერ ვამართლებ, მაგრამ არა, ამართლე. დედაჩემი დაამშვიდა, რომ აი ნახეო, ეს დედაჩემისგან ვიცი, რა. ნახე როგორი ბიჭია, როგორი ბიჭი იქნებაო ესო და ნახე, აი შენ ნახაო. არ ვიცი. ყველა ბაბუას სიტყვები იყო თუ ყველა არა, ბოლო არა. არა, სხვათა შორის მალე გარდაიცვალა ამის მერე თურმე. და ის მეორე სად ანუ ის ძალიან ადრე იყო ყველაფერი. ის იყო როგორც ვიცი მე რომელი იყო ისა გენერალი არა პოლკოვნიკი მაიორი და ნელ-ნელა რო ჩამოყვა. თეთრი გვარდიის ასე ვთქვათ ოფიცერი იყო დედაჩემის მამა. იპოვე ხო ეს აქვე გამოსავალი და თავიდან პირველ თქვი იყო გენერალი მე მეორე პოლკოვნიკი მე მაიორი ჩემთვის ბაბუაჩემი გენერალიც იყო ეხლა ოფიცერი ყველას კარგი იმიტომ კრებითია ვიღაცგენა ეს შეიძლება იყოს ნუ ზუსტად ეხლა ეს არ მახსოვს მე მგონი კაპიტანი იყო თუ მაიორი არ მახსოვს სახელი არ გითქვამს და იმიტომ ეს კონსტანტინე კონსტანტინე კოკოს დაარქი ამის შვილი ეს სახელი კოკო არა მამაჩემსაც კონსტანტინე ერქვა და ნუ კოკო თამრიკომ და ფანტაზიაში გვაქვს ოჯახში დიდი ფანტაზია არა გვაქვს ფანტაზიაში იმიტომ რომ ანი ჩემი კოკოს მეუღლე ჩემ რძალმა თავიშვილს მარიამი დაარქვა და ამ დროს ჩემშვილს მარიამი ხო ეგ როგორ არის იცი ჩვენ და ბედინეიშვილები ვართ ეგრე მაგდერო რაღაცა ანუ გიგარო დაქორწინდა იკა ფერაძეზე მე ვიყავი მეჯვარე გიგას მე და ნანამ რო ვიქორწინეთ იკა იყო ძელს კითხეთ ახლა უღმერთო რა ყოფილიყო იკას კითხეთ ნანას მეჯვარე ძელს კითხეთ და ნანას მეჯვარე იყო იკა და ელენე რო გაწყობდა პირველად ელენეს მეჯვარე იყო ანკა ამათიშვილი იმიტომ რომ მეგობრობ ხო და მე მიხდის რომ ეს ნუ ზანკა იკაცო იკითხა რომ ანუ ფანტაზია მეტი არ ვიღაცა თუ ქორწინდება აუცილებლად იმ ოჯახიდან იმის იქით არ აკავთ ან ნაცნობია ხო ხდება ესე ხო თქვენც ეგრე ხართ შენც ესე ხარ ეხლა ბაბუა შენი სახელი ქვია მეორე ბაბუის ბიძინა ხო გვარიან სახელი მეც ესე ვარ იცი ქუჩა არა გასა ქუჩა ქუჩა ბაბუა ჩემის სახელობის ქუჩა ირაკლი მან რა ქვია შარაბეძემ გადაიღო სურათი იმ ქუჩაზე ფირნიშთან ბიძინა ბარათაშვილი აწერია და მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? აი რას ვერაფერ ახსენებ ძმები. ძალიან მადლობელი ვარ, ხო? ვინც დაარქვა ბაბუაჩემი მართლა ძალიან ცნობილი ადვოკატი იყო, ვექილი და მისი სახელობის ქუჩა, აი სასამართლოს მასე რა ქვია, მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრ ქუჩას ქვია გამოჩენილი ადვოკატების, მოსამართლეების და იურისტების სახელები. რაც სასამართლოს უკან დიდი ღონის არ მისული დილოჯი. მოკლედ ძალიან თავისთავად აბსოლუტურად მისასალმებელია ეს. მაგრამ აი უყურე ჩემზე მეტად ვის შეიძლება გახარებოდა დავშე ბაბუაჩემის სახელი მე თვითონ მე თვითონ ვარ. რა თქმა უნდა. არ უნდა გავიარო ქუჩაზე არავის. არა მე არ გააფუჭე ქუჩაზე. არ გააფუჭო არაფერი ბაქუჩაზე. სადაც ვარ სხვაგან გააფუჭე. სადი შენ ეროინიშვილის ქუჩაზე. არა მე ხო და ის რა ქვია. არც ჩემს ძმას აჩიგოს. არც მე არანაირ დაგვირეკა. აი ბიჭო, ერთადაც ვერ ხვდები ესმის რომ რატომ რა დაერეკათ? ბაბუაჩემის ქუჩის რო დაარქვა. არის ცოტა ალბათ რომ ბაბუა იყო შენი კაცო. ვერ წარმოიდგინე ეს ამხელა კაცი შენი ბაბუა. სახელი და გვარი. სახელი და გვარი შეიძლება დაერთვა. აჰა. დამთხევა თქვენ გაქვთ არავის არ იცნობ არავის არ მოასწარი შენ თავი გონია ბაბუა შენ იმაში რო იყურები ჩემს და დამთხევა მანდ მაინც მოკლედ ეს სახელები ბაბუების ხშირად არის აი ეგ არის ტრადიცია ერთ-ერთი რა ბაბუის სახელს არქმევენ ბაბუის სახელს და ბების და ასე შემდეგ ეგ არ არის თქვენ მოგონი ტრადიცია მე გეკითხები თქვენ ოჯახში რაღაცა ისეთი განსხვავებული აი რა ვიცი დავიწყე რა პოდკასტი არის იმაზე რომ
ოჯახები რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორი ტრადიციები, უცნაური, ნორმალური, არანორმალური. გეტყვი, არ ვიცი, ეს ტრადიცია ალბათ იბადება თაობასთან ერთად. მე ხო. მაგალითად, რასაც მე როგორი ბაბუა ვარ, თქვა, ხო. ძალიან ვცდილობ, რომ ეხა უფრო გამეხსნა მესამე შვილიშვილზე, გამეხსნა, ანუ მეორეს ვთქვა, თუ მესამე თუ მეოთხე, არ ვიცი. ხო. უფრო ხშირად მინდა რომ ამ ბავშვთან ვიყოთ და უფრო მეტი ისა და პირველზე ელენე რო გაჩნდა ვიყავი 45 წლის. ეხა არ არის ახალგაზრდა ასაკი, მაგრამ ბაბუობისთვის ახალგაზრდა ასაკია რა როგორც. კი, ნამდვილად. არ მეთანხმები? კი. ეხლა უბრალოდ აი მესამე შვილიშვილთან უფრო აი ეს რო სულ მინდა რომ და უფრო მეგობრობთ ერთ წელს არის ჯერ, მაგრამ აი რაღაც ისინი მაქვს რა. ერთესთან მეგობრობ არა, ნუ ის მეგობრობს ჩემთან. ხო. გაგიკვირდება, მაგრამ საუბრო არ გამიგდა მე მეგობრობ შენთან 50 წელია. საოცრება. ამდენი ხანითა. რო შევდივარ მასთან სახში, აი ესეთ გაბადრული სახით ხდება ხოლმე, გაგიჟდები რა. არა, მაგრამ რეზო თაბუკაშვილმა თქვა? კი? რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, რომ ბაბუის და შვილიშვილის ურთიერთობა არის შიზოფრენიის რაღაცა ერთ-ერთი ფორმაო და მე მაშინ არ მესმოდა, როცა ამას ამბობდა ჩვენთან სახში და მაშინ ბომბოზე თან ურთიერთობაზე საუბრობდა და აი ამაზეო და მე მივხვდი რომ მართალია. იმიტომ რომ მე ბევრი მწეს თქვა მე რაღაცა Facebook-ზე ნახავენ ჩემ შვილიშვილთან ამ ფოტოს ან რაღაცას ისა ან მარიამი აზიარებს მე Instagram-ში და მე მწერენ ხოლმე ეს ჩემი თაობისა. გააფრინე ხო? კი არა, აბსოლუტური. კი, გავაფრინე. აბსოლუტური ძალიან სხვა შეგრძნება. თუმცა იმ ორ შვილიშვილთან რომლებიც უკვე დიდები არიან და ვეღარ მიეფერები, კაიგე? გოგოები ხა? იმათთან ძალიან მეგობრული და ესეთი ურთიერთობა გვაქვს. ნუ მარიამთან, კოკოშვილთან უფრო ხშირი კიდე, იმიტომ რომ და ძალიან მესაიდუმლოვანი მისი რა. უნდა გითხრა. ამ 16 წელს. ხო, არა, 16 აბა ერთ წელს ბავშვის ასაკი 16 ბიჭო, მე 3 შვილიშვილი მყავს. გავიგე, დაუგენო ამდენ შვილიშვილი არა უშავს, შენს გეყოლება 16 მეორე არის 13-ის გახდება ოქტომბერში და 13-ის არის მესაიდუმლე. მესაიდუმლე და შენ ხარ 13-ის მესაიდუმლე. ხო და რომ საუბრობთ ხოლმე, ნუ ძალიან ბევრი რამეები არის მშობლებმა უნდა ვთქვა ეხა ეს, მაგრამ არ ვიტყვი რა. ხო. მაგრამ ბევრი რამე არის, რაც მე ვიცი. ცოტა ლუდი მიაყოლე და მას ვიზამ რა ქვია, მე ყველაფერს მოყვები. ხო და ისეთ კაი რაღაცებს მეუბნება და ნუ მესაიდუმლე ვარ მე მოკლედ მისი რა. და სულ ბრაზდები დადის ცეკვაზეც, ვიოლინოზეც, არ ვიცი კიდე ინგლისური და მათემატიკა რაღაცა და ბავშვს არჩება სათამაშო დრო. რაზეც მე ბრაზდები, აი თავისუფალი დრო, გაიგე, რომ რაღაც მერე იქ რაღაცა, ეხა აღარ დამთავრდა ეს სკოლა, დღესამდე რა რიცხვია? აღარ დამთავრდა უკვე ივნისის შუა რიცხვები. როდის ამთავრებ? არა ბაბუ, ეხლა მე ის აი მე სახში საღამოს დაღრილი და მე როგორ მე რა სისულელია. ამდენის ისა სადღაც მეცადინე ანუ გმართავს ესე რა. ხარ დათრეული? დათრეული რას ნიშნავს? აი გაბრაზებული ვარ ხოლმე რომ ბავშვს არ აქვს. არა, ეს გავიგე, გეკითხები რომ აი თქვა შენ ხარ მთავარი ადვოკატი? ადვოკატი მე ვარ მთავარი. კი. ხო. მე ვარ მისი ადვოკატი რა და მამამისაც ვეუბნები ხოლმე. ჩემთან როგორ იყოცი? ამდენს ნუ იმას ვერ და თვითონ უნდაო მეუბნება ამის თავზე რა თვითონ დადის თვითონში კი არ ვაძალებო. იცი დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი თავისუფალი დრო გქონდა, იმიტომ რომ ახლა ნუ რევოლუციამდელი ბავშვი არ ვარ მე არც შენ. რომელი რევოლუციამდელი გააჩნია? არა ხო ამდენი რევოლუცია გავიარეთ. გეუბნები ლენინის 17 წელს. ხო 1000 წელს. ანუ სათამაშოები მქონდა იმის თქმა მინდა რა და სათამაშოები მქონდა მე მაგალითად აბსოლუტურად თვითმარე ტიპი ვიყავი და რაღაცა ჯარისკაცები მქონდა მილიარდი. ეხლა ისი ასაკში კიდე დავიწყე ხა შეგროვება ნაპოლეონის ჯარისკაცების და ხა ვიცი რაკედან იქიდა და სანდროს არის ჩართული აბა. ძალიან გავს მე. ხო. ანუ რითი იცი? რა კაი ლუდია. ძალიან კაი ლუდია, ხო. ბაბუჩენს უყვარდა სხვაჩეს ლუდი და რა ლუდია ეს, ა? ჩვენიერია. ხო. ხო და ამ იმას რა ქვია
სანდროს კინო უყურს. აი რას მე მიყვარდა ბავშვობაში. ზუსტად იმის იმოდის. როგორ გიხარია, ხედავ განათებული თვალები გაქვს რომ შენ გავს. სიზოფრენია მე განვიცდი მაგას ცოტა, იმიტომ რომ შენ რო გავს, მაგრამ ნუ არაუშავს, ალბათ შენი კარგი ვარიანტი იქნება. შენთან ვიყავი ამასინად და ისე კარგად დაუკრა. ისა შოპენი. ეს და ეს რაღაცა. არა, ჩემ ცხოვრებაში აფერდა მეგრე. შენ ჩიჟიკ პეჟიკი ვისწავლე ეს. და შენი ფანტასტიკური მომღერალი იყო და შენ არ მღერი კატეგორი მე ვამბობ რომ შენ სმენა გაქვს, მაგრამ შენ არ გჯერა ამის. ცეკვაზეც რა გითხრა ეხლა და ამბავს ცეკვაზე ხო ნანაბრომი. ამბავს ეს მუსიკალური ნიჭი გამოგონა და ძალიან ასე ნანაბრომი. თქმა უნდა მეკედა ესო რა ქვია. რაღაცა პერიოდია, აი რაღაც 90-იანი წლები გადავიარეთ, ცოტა ის გამოანათა რაღაცა იმაზე, ამ სინათლე მოვიდა რაღაცა და ვიღაცა მოთხრა რომ ცეკვებზე დავდივარ. რაღაცა მე მეუბნები, ნანა, რომ ისო წავიდეთო მე სამეჯლისო ცეკვებზე. აი მაგას ბავშვობიდან უყვარს გუნდში ყოფნა, ხო იცი რამე გუნდში უნდა იყოს. ვიცი, მე თქვენ კლასზე ძალიან დაბეჭდილება, იმიტომ რომ თუ იყო პირველი ხმა თქვენ გუნდში, გუნდი უნდა ეშალოთ. ხო და ძალიან უყვარს სიმღერა. ძალიან. და კარგად მღერის სხვათა შორის. და კარგად ის. კარგად არ მღერის. კარგად ისმის. სხვათა შორის პირველს გააკეთე და მოდი სახში იმღერა, ხო იცი? დაბრუნებული ვიყავი სიყვარულით, რომ ესე იგი დიეჩემის აფიშების დასწრდა იმღერა. ეხა მე და არ ვიტყვი ხარ რაც მოგეჩვენა. კარგი იქნა ძალიან. სწორი. სწორი, თავიდანვე აიღო. გადაწყვეტა, მოკლედ უნდა ვიცი ცეკვას ისა და ნუ ხო სამჯერ ვთხარი დამანებით თავი ხარ ასაცნობი ცეკვა ხარ ხო და ბოლოს თქვა რომ არა უკაცო ცოტა ხანი იარეო ერთი წელიწადი წარმოგიდგენ ერთი წელიწადი მაშინ კლუბში რო ვიარე ოფიცერთა სახში ძალიან კარგი ხო და კლუბში ვიარე და მე რო თუ გენა დაანებეთ და მე ვთქვი რომ ერთი წელიწადი თუ ვარ მე რეგება გავყვე კიდევ ისმის აი მითხარი რაღაცა ახლა ესენი რა ქვია აი ამბები შენი და შენი შვილიშვილის ურთიერთობის ან შენი ოჯახური ისა მე მარტო შვილიშვილი არ მენდებს კი ქვია ამას ბაბუა წესების გარეშე მაგრამ აუცილებელია რომ უწესო ბაბუა სახში მარტო შვილიშვილთან მიმართებაში რაღაცა ისტორიას ბაბუა და უწესობა ხო დიდი წესიერები შენ არასდროს არ გამარჯვე იმიტომ რომ ვისწავლე რამდენი წელიწადია გიცნობ ო კარგი აი ბაბუა შეიძლება რომ დააკარგე დაახლოებით ის მამა შენი რო ვერ მოესწრო იმ ბაბუას აი რა არის ასაკი ზივარ და რამდენი წელია იქ რამდენი აი უკვე აი ეს არ მომწონს არა პატარა არ ვინახე კიდე გაი არა ძალიან პატარა არა თორე არა ხო აი ხა რაც შეეხება იმას რა ქვია ჩემს უწესობას როგორც ბაბუის რა შენ მართალი თქვი ერთი რამ რომ ჩვენ ხშირად მოვითხოვთ ასე არ შეიძლება ასე უნდა სიტყვას ვერ ვიტან ხო იცი მე თვითონ ეს უნდა გააკეთო ვალდებულებაა რა უნდა ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს ამ უნდას გარეშე მაგრამ ჩვენ ხო იმისთვის ვართ მეც და შენც ტიპები ვართ ეგეთი რომ ამ უნდას ყოველთვის მოდი სიმართლე ვთქვათ ჩვენი შვილიშვილებისთვისაც თუ მოისმენენ რომ ჩვენ ამ უნდას ვარ ღვევდით ხშირად ძირითადად ხო ვარ ღვევდით ამას მაგრამ მთელი კაიფი არის ეგ არის ეგ რომ ეს უნდა დაარღვიო წესების არ თიქნები იმიტომ რომ დაერვას კარგი გაგები თუ არავის არაფერს არ უშავებ ხანდახან ამ უნდას დარღვევა არ არის სუდი ამბო აი მაგალითად ავტობუსში მივდივართ მე და მარიამი ავტობუსში ავედით მარიამი ამ შემთხვევაში მარიამი შვილიშვილი და ავედით ყველას მარიამი ქვია და გოგო შენთან ხო ხო და ავედით ავტობუსში ხო და გადავიხადე ხის ხო იცის რა ქვია მეტრონომი რაღაც რა ქვია აი გადასახდები კაის არის რა ბარათი და მივადე მარიამს აქვს თავის სკოლის ბარათი ხო და მე მივადე დავჯიქი მარიამს დაждდები რაღაცას ლაპარაკობ და გაჩერდა მივედით რაღაც გაჩერებამდე სადაც უნდა მესულიყავით და ჩავდივარ და ქვევითგანან ეს შემოწმებლების ამ გადახდილი გაქვს თუ არა და რო გაიღო ვაიმეო რა იყო მეთქი დამავიწყდა ვიდებაო იმას რამე წესი არის ნუ გეშინია არა რო გადაიხო ხო ნუ გეშინია მეთქი და ჩავდივართ ეხლა და მე ცდილობ რომ წინ დაუდგე რომ არ გამოჩნდეს ეხლა ჩემი შვილიშვილი რა მე წყულიგნობაში ვარ კი აფერი იმ წუთშივე ხო და მოვიხე მადლობთ რა და წავიდა ეს და
მოვიხედე და სად არის მარიამი? აღარ არის. ბიჭო, სადა? გავიხედე, არ არის, ნუ. მარიამ, და ვეძებ ხა. თავი გამოყო. წავიდა. წავიდა. აბა, და იყო აწლეული. აი, რატო იცი? წესიერაა თვითონ, არ არის მან მართლა გულწრფელად. ხო, ძმაკაცია. ხო, მეგობარი ვარ. ხო. მე ჩემ შვილებთან ასე, შენც ეგრე ხარ ელენესთან. მე ელენეს თხოვდი რომ სიგარეტი მოეწია ჩემთან ერთად. ეგ არ არა, არის, ჩემთან ეგ არ არის ჩემთან მეგობრობა, ასე. ეგ არის მტრობა. მაგრამ არა, ეწეოდა მაინც ეხება იმაში. იმაში რა ქვია, რა ქვია, სადარბაზოში და იმაში ბუჩქებში რაღაცა მოწევა, სახში მოეწია. იცი რას ვფიქრობ და უკეთეს νοიცებდი. მე და შენ. არა, ეს კარგად კი არ მახასიათებს, მაგას კი არ ხო, მესმის. მე ისე ვთქვი, ჩვეულებრივ ადამიანი. არა, ხო. პლუსებით, მინუსებით. თუ ეწევი, მოდი ჩემთან თუ ეწევი, მოწია აქ არა. მაგაში გეთახმები. ნახე, რა ვიფიქრე ახლა? და უნდა გაგიზიარო, არ ვიცი. მე თუ გინდა ამოჭერი, თუ გინდა დატოვე. ამასაჭრელს ბევრს ვიპოვე კიდე. ხო. მე დარწმუნებული ვარ. მე ნახე, მე და შენ მაინც საბჭოთა ბავშვები ვართ. საბჭოთა მაინც რა, ხო, საბჭოთა რეალობაში დაბადებული ვართ. თუ რამემ გადაგვარჩინა ამ საბჭოთას რაღაცა კუთხე და შუქჭრდილები ხო გვაქვს გადარჩენილი. ჩვენ თავდაბლურად რო ვილაპარაკო. კი. ეს ოჯახი მაგნა ჩვენმა და ჩვენ შვილიშვილებს რაც აქვს. ისინი ხო გადარჩენილები არიან ჩვენს გარეშეც კი, იმიტომ რომ უფრო თავისუფლები არიან, უფრო დამოუკიდებლები არიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებულები არიან, კაიგე? და ამიტომ მე ჩემ თავზე ვიტყვი, მაგრამ გონია რომ შენც, ამიტომ ჩვენი თაობა ბაბუების. ხო. ძალიან ვერსაუბრობთ. ამასთან და ვეტრფით კიდეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა. რაც არ უნდა თავისუფალი ყოფილიყავით ოჯახში, ჩვენ ასეთ თავისუფლები არ ვიყავით აზროვნებაში. რა თქმა უნდა, ჩემი თავისუფლება. არ მეთანხმები? აბსოლუტურად. 100%. აი ეს არის ძალიან თავისუფლება სად იყო, იცი, რაში იყო? ხო გითხარ ბაბუჩიმს გვეძეკი და მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიის წევრი იყო, რაღაცა და სულ რაღაც თანამდებობებზე იყო და ასე ხდებოდა, სხვანაირად მაშინ იმ ეპოქაში არ გამოდიოდა, ხო, ვიღაცა იყო, ხო, ვიღაცა დაიწყებს შეხმა ლაპარაკს ვიცი რატო იყო იმაში და ამიტომ იყო და იმითო იყო. ნუ ყველას თავის აზრი აქვს, რაც უნდა ისნა. მაგრამ რას გეუბნები? ყოველ საღამოს მიუხედავად იმისა, უსმენდა ამერიკის ხმას, თავისუფალ ევროპას, გერმანულ ტალღას და ასე შემდეგ. მე ისე გამაგიჟე რომ მე დავიწყე მე რადიოს სმენა, მე შვედები მიყვარდა, ჰოკეის გამო და შვედეთის რადიოს უსმენდი მე. და ეხა ვალდებულებაზეც გეტყვი, სულ ფიქრობ, მაგრამ აი რა არის ვალდებული? უნდა. ხო. რა უნდა? აი ჩვენი. მაინც უნდა გავაკეთოთ ის, რომ აი ეს რაც ჩვენ ნახეთ ჩვენი თვალით. რა ცენზურებიც იყო რაღაცები ჩამოყალიბებული, რომ ამათ ისეთი ქვეყანა ვეცადოთ ყოველს თუ მოვასწრებთ მე და შენ, რომ ისეთი ქვეყანა არ დაუტოვოთ, რომ ეს ცენზურები კიდე საიდანვე არ გამოძრეს და აი ხო ხტები. ისინი ძალიან თავისუფლები არიან, სიამოვნებს. ამიტომ მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მაგათ. შვილების თაობისგანაც სხვათა შორის. ჩვენ მანამდე ვიქნებით ახალგაზრდები, სანამ ვისწავლოთ. რა თქმა უნდა. და ძალიან მაგარია, როცა შენი შთამომავლობისგან რაღაცებს სწავლობ. სალსახარ. მოდი მე რაღაცებს ვკითხავ ხარ, იმიტომ რომ მე არ მომიწია არც აი ნაღდი აი შვილობი მამიდან გამომდინარე, რომ აი რაღაცა გარიგებები და არ მომიწია ხა 13 წლის ასაკში, უკვე დამთავრდა ეს ყველაფერი და ბაბუებზე მით უმეტეს იცი, ხო? ერთხელ ჩემმა შვილებმა რაღაც საყვედურს მეუბნებოდა ერთ-ერთი. აი ეს რაღაცა და ხმა რა მომიღია და მე დაამთავრა ეს ტრიადა. მე მითხარ რა იყო, რატო არ გამეციო პასუხი? აფერ მეთქო ფიქრობდი რომ რა ბედნიერია. ამასაკში, აი დიდი იყო უკვე. ხო. ამასაკში მამას ეუბნება საყვედურს. რა ბედნიერია. მე ეგ სიამოვნება არ მქონდა, გაიგე? მე ვიყავ 3 წლის როცა ჩემი მშობლები შენ აი გაიყარენ და მიუხედავად ამისა მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისე მამაჩემ 2010 წელს გარდაიცვალა როცა მე 50 წელს ვხდებოდი წლის ვიყავი ხო და მიუხედავად ამისა აბსოლუტურად არ მქონია ერთი წამი თქვათ უმამობის თუ აი რაღაცა განსხვავების
ეს იყო დამსახურება ჩემი მშობლების და მათი მშობლების, ანუ ჩემი დაბლობის და ბებიების, იმიტომ რომ პირველ რიგში მშობლების. ხო, მაგრამ იმათიც, იმიტომ რომ ხო იცი როგორ არის მე მშობელს აქ გავლენა იქ მშობელს რაღაცა მით უმეტეს იმ პერიოდში რომ სულაპარაკობ. მე მინდა ხა შენ კითხო ის მოხვედი კარგია ხომ წახვედი ოდესღაც და ამიტომ რაღაცა კითხვები უნდა დაგისვა. ბლიცი. ანუ თან პასუხები არ მინდა შენ. როგორი ბავშვი იყავ? მოკლედ რომ მითხრა. კი, გეტყვი, არ იმიტომ მე არ მინახე ხარ, მე თვითონ ვიტყოდი ხარ. ხო, რაც იყავი. ხო, რაც არიცი იმას მეკითხები. ხო. არ ვიყავი, ვიყავი ხულიგანი ვიყავი, ხულიგნობდი, მაგრამ აი ერთი ის განმარტება შემიძლია გითხრა, რომ ჩემი დედაჩემი მაგალითად არასოდეს, ახლა ჩემი რაღაცა პატარა იქ შატალოს ან რაღაცის გამო არასოდეს სკოლაში არ დაუბარებია და მოუთვინიერებელი ბავშვი და ისეთი ცელქი რო არიქა მე ეს გადაზრდილი ყო რამე არ ყოფილა. კარგი ბატონო. შენ ოჯახში თუ იყო რაღაცა წესი, ნუ ბაბუ არ ვერ დამკვიდრდეს გავიგე ხა მაგას არ გულისხმობ, ხო? აი რომლის დარღვევისთვისაც აუცილებლად შეიძლება დაჟილება. გეტყვი რა, სიგარეტის რო დავიწყე, გვიან დავიწყე სხვათა შორის სიგარეტა. ეს გვიან დავიწყე. მე პირველად მოვწე საერთოდ იმაზე, გამოსაშვებზე. მე მოვწე იმაში, რა ქვია, 1 სექტემბერს ინსტიტუტში, კაც სკოლაში არ მომიწევი. და რომ მოვყვე ხა ვინ დამაწყებინა სიგარეტი მომაწო, ვინ მომაწოდა პირველმა? ვინ? არ მინდა თქვა. ხო, აბა რა დაიწყე, ბაჟი მითხარია. ნუ, პედაგოგმა. ოღონდ ახალგაზრდა ის ახალგაზრდა იყო და ხო არ მოწეო. პირველი მან მომაწოდა. ხო, მაგრამ ნუ იქიდან დავიწყე მოწევა. ნახე, დედაჩემს მერიდე არ ვთქვი არასოდეს არ მოწიო, არ მოწიო. მერიდე ცოტა ხანი მერე მე ბაბუა ჩემს მერე მოვიდა და ეწევი რომეთ რა. ინსტიტუტში ვსწავლობ. მოწიე მერე რა აქაც სად გარბი ხარ სადღაც იმაში. რა გადაირი მე რო გითხარი იგივე ელენეზე გაგიჟდი კინაღამდა. ხო, არა, ნუ შენ რაღაცა ისე მოყევი რომ როგორ მოვყევი შენო თქვები მე. ბაბუა ჩემს კონ იცოდა რომ ეწეოდი და აი არ იმშენ. თვითონ არის. ეგ გლიც არ ატარებ ხშირად ატოყვე. კარგი, კარგი. ეს დაარღვია რამე ესე იგი შენ ამიდან არ დავარღვია ვეწეოდი. კარგი ეწეოდი. შენ დაგარღვევია მაგრამ გამზდელმა თუ რაღაცა პედაგოგმა დამარღვევინა. ხო. ნუ რო არ მდომოდა რომ დამარღვევინებდა. როც მიხვდი რომ ბაბუობა ასაკით არის ზომება. როცა ბაბუა გავხდი. კარგი პასუხი. ლოჩა. კარგი შენ თვითონ რამე წესი დაამკვიდრე აი როგორც ბაბუა. იცი რა. მე ყოველთვის მოქმედებ და ის წესი მკვიდრდება თუ არა იმას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემ შვილიშვილებს რომ მოიწვევ, თუ მოიწვევ. და მე გირჩევ რომ შვილიშვილებიც მოიწვიო. აუცილებლად მოიწვევ. ხო, აი მათ კითხე. ჩემგან რაიმე წესი აქვთ მათ თუ არა. შეიძლება რაღაც ქვეცნობიერად აქვთ დაჭერილი, რომელიც მერე სრულდება ხოლმე. მე საერთოდ ბედი მაქვს ეგეთი. ჩემ შვილებსაც რომ მithქვია რამე, გასულა 1-2 წელსა, რომ მე იმას აკეთებს რაც მithქვია. იმ წუთში არა. იმ წუთში არა, კაცო, შეიძლება პროტესტიც გამო, მაგრამ მე რო ხედავ რომ ისე და არ ვაქცევ ამას ხო ძალიან კარგი ვიცახი. ისე ჩემთვის მაგალითად გულსფრთხილები და ამასთან დაკავშირებით გისვამ ბოლო კითხვასაც მანამდე ჩავსვამეთ ერთ რამეს ჩავსვამ მანამდე და მე ამოჭა. ნახე, რატომ ამოჭა? თუ არა, ვიცი, იმიტომ გეუბნები და მაგდებ და გეუბნები მე ამოჭა. არა, გაგდებ რა ხო, მოხვედი უნდა წავიდე. უნდა წავიდე ხო, აბა რა კაი მასმინძელი ხარ, აი ეს მაგიჟებს ხო. შენ მოსვლა შეიძლება იყო წასვლა ჩემინება რაღაცა ეგეთი არა ხო ეგ წესი აქ არ მოშვა ნახე როგორი რამეა მე ვხვდები ხოლმე რომ ეხლა ვხვდები უბრალოდ მაგას რომ ადამიანმა რაც გინდა რომ შენ რაღაცა არ მოხდეს ისე როგორც შენ გაიარე ვთქვა რაღაცა უკეთესად წავიდეს და რაც არ უნდა შენ ეცადო ამას ეს მაინც არ გამოდის. ხო, ხელოვნურად არ გამოვა, ხო. არ გამოდის რა. ხელოვნურად. ხო და ამიტომ ნუ რჩევაჯობია ყოველთვის ჩემი აზრით, ვიდრე ჭკუის სწავლება, მაგრამ იცი რა, აი მე მართლა გონები მთელი ცხოვრება ეგრე. მე არ ვლაპარაკობ რაღაც გლობალურ რაღაცებს, მაგრამ ეს დამრღვევის და აი რაღაცა უსახსიებლობის მომენტი, სადღაც იცი, ნუ ნატურაა ეგეც, ხო, მაგრამ
არ შეიძლება როცა რაღაცნაირად ისე არ ხიბლავდეს და რაღაცა ესენი თვალებში მე არ მიყვარს სტერილური ხალხი, არ მიყვარს. ხო, მაგას გეუბნები რა. კარგი, მაშინ მითხარი ყველაზე აი ბაბუობის პერიოდში. ესეთი რა გაიკეთებია უწასო. იმიტომ რომ ეს არის გადაცემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ უწესო ბაბუებზე. რა გამიკეთებია? ბიჭო ვერ ვიხსენებ ხა ეს რა. წესერგაზე ბაბუა ხარ ესე იგი. არ ვიცი კაცო, ეგ შვილიშვილებს კითხე მეთქი მე როგორი ბაბუა ვარ, მაგრამ მე თვითონ რო გავიხსენო რაღაც ისეთი. ნუ აი გეტყვი. ხო. ჩვენ საბჭოთა წარსულის მქონე ბაბუებს გვაქვს ერთი რა, წითელი ანთია და მაგან არ მოდის. უნდა გადავიდე შემიძლია. ბაბუ ევროპაში შედიხარ და წითელი ანთია. ბაბუ მე ვთხარი, ოღონდ ევროპაში შევიდე მწვანეზე. ხო, აი გესმის? აი ჭუის მაგის მეტი შენ თუ არაფერს არ და არა კაცო, ალბათ ბევრს ვარ გვევ კიდევ. ეხლა რაც გამახსენე. არ გაგასამ შვენიერი. კარგი, ეხლა იცი რა, ჩვენ გვაქვს ტრადიცია კიდე რომ შენ მომოთაობას, არა მარტო შენ შვილიშვილს, შეგიძლია რაღაც სახში უთხრა და დაუტოვო ესეთი გზავნილი. ეხლა მოგცემე შენ კალმისტერს. ხო წერს? არა, აბა რო წერდეს ეხლა არა, შენ გაკომის კალმისტრები აძლევ კაც და არ წერს მე. არა, მე არა მაქვს ეგეთი კალმისტრები. მე მოგცემ კალმისტრებს, რომელიც წერს. დაუტოვე? უნდა ჩავწერო, ხო? ხო. დაუტოვე მე არ ვიცი გზავნილი შენ ზუსტად სიტყვა სიტყვით ვერ მოგეტყვი რა შევწერ. ხო, მაგრამ ჩავწერ იმას, რომ წაიკითხოს ადამიანს. ისეთ გზავნილს ჩავწერ, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემ შვილიშვილებს შეეხება, მაგრამ ჩემ შვილიშვილებს რო შეეხება, იმიტომ შეეხება ყველას. აი ერთი უნდა მოვყვე კიდე, მე ამოჭერი. ნახე და მე კიდე ამოჭერი. არა, რა ვიცი, იმიტომ რომ ისე მიყურებ, რომ ყველაფერს ამოჭერი. ნახე, ყველაფერს ამოჭერი, არ დაგეძახები საერთოდ. ხო, არა, რატო კაცო, რა ვიცი. ნახე, იმ დღეს ჩემი შვილიშვილი შემხვდა თავის ეზოსთან, რა, ფეხით მივდიოდი და ბაბუ რაღაცა მოვიდა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭთან ერთად გასმის თაობას. როგორ ახალ ბაბუ მიჩნევ? სამი ხარ, აი კონცერტზე მივიდა. ნახე, როგორ მაცვია? კარგად მეთქვა. ხო, კარგია კონცერტი. კი. ეხ ფარავს მას გესმის? ის უკან დარჩა. და რაღაცას მელაპარაკე, ამდენი არ ვლაპარაკია ჩემთან არასოდეს. სიტყვა ძუნწიას. ვინ არის მე ვთხარი? ჩემი მეგობარია. ბათო, ვიცი რომ ჩემი მეგობარი არ არის. ვინ არის? მე არ ვიცი ესე მეთქი ყველას. მეგობარია რა, გააგზავნე ხალხ და 2 წამის მერე. სხვა თემაზე 2 წამის მერე ზუსტად. სახელი აღარ მახსოვს. ნუ თქვათ იკა, თუ ირაკლი. ირაკლი, მოდი რა, ბაბუას უნდა შენი გაცნობა. ეთყობა, ვერ ჩემი ფიქრი ვერ გადაიტანა სხვა თემაზე, რაზეც უნდოდა და რომ მიხდა რომ თვალებით გავჭედე აზრი. მოიყვარ ის ბიჭი, შესანიშნავი ბავშვი ისიც კაცო მოვიდა რაღაც ხელჭა. დავაფიქსე და გამეცინა. იცი რა, რატომ მოგიყევი ხე? არ ვიცი მაგრამ. იმიტომ რომ ბაბუა ხარ. ბაბუა ხარ და სენტიმენტალური. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ტრადიციები. ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე, ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისგან, რაც აი ჩვენი გვარის რაღაც იდენტობას თუ არ ვიცი რა ქვია ამას განსაზღვრავს. საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, რა ხარ. ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გვეყოლება შენაირი საინტერესო სტუმრები. ეს არის ნორვიზნა ბარათაშვილი, ეს არის ბაბუა წესების გარეშე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირის შემდეგ. მე რას ვაფიქსირებ, იცი? ჩვენ ამდენი ხნის, ეხლა მე და ბოლოში დავაფიქსირებ. ამდენი ხნის მეგობრობის და ამის შემდეგ ტელეეთერში ვარ პირველად ერთად. არჩევს მატარებელში და ხო, მაგაში მართალი ხარ. მე კიდე ფეხბურთის არ ვიცი მოგეწვიეს. ამიტომ ბაბუა მოფთარეყავია. რა გულდაწყვეტილი მეუბნება რომ მატარებელში ეხლა მწყდება გული, როგორ არ მოგეწვია.
აქ არის სიახლოვეს არის აქ ისა. ბატონო შეხაბინაში წავიდეთ ბაბუები და კი ბატონო, ისე მოვედით აქ გითხრეს გადამღებ მე ჯგუფმა ისე მოდიოდით რომ მე მგონი აქედან მუშტაიშენ წავიდეთ ისე. დიდი მადლობა რომ მომწე. ერთით მადლობა სტუმრობისთვის.